სპორტის ახალი ამბები. კახა გელაშვილთან ერთად რადიო იმედის ეთერში. ამერიკის საკალათბურთო ასოციაციის მიმდინარე რეგულარული ჩემპიონატის დასრულებამდე თვეზე ნაკლები რჩება 18 აპრილს დასრულდება მიმდინარე რეგულარული ორივე ქართველი კალათბურთელის გუნდმა ვადამდე გაინახდა კონფერენციის აღმოსავლეთ კონფერენციის პლეი-ოფში თამაში. დღეს ორივე ჩვენებურის გუნდმა იმარჯვა ზაზაფაჩულიას ატლანტა ჰოუქსმა სტუმრად ტორონტო რეპტორს ზლია დიდი უპირატესობით 107-88, ხოლო თორნიკე შენგელიას ბრუკლინმა გასვლაზე პორტლენდი 18 ქულიანი უპირატესობით დაამარცხა 111-93. პაჩულია მოგეხსენება ტრამვირებულია და ვერ ეხმარება საკუთარ გუნდს. თორნიკე შენგელია კი განვითარების ლიგის გუნდ სპრინგფილდ არმორსშია განათხოვებული და იქ იღებს სათამაშო პრაქტიკას. იმედია ორივე მათგანი ორივე ქართველი კალათბურთელს ვიხილავთ პლეი-ოფის სერიებში. დღეს შეწყდა NBA-ის მოქმედ ჩემპიონ მაიამი ჰიტის სლევამოსილი 27 მატჩიანი წაუგებელი სერია. მაიამიმ ჩიკაგოში წაიფორხილა ტრამვების გამო რამდენიმე კალათბურთელის გარეშე მოთამაშე ადგილობრივმა ბულსმა 197 დაამარცხა მაიამი. შედეგად ჰიტმა ვერ შეძლო 1971-72 წლებში ლოს-ანჯელეს ლეიკერსის მიერ დამყარებული რეკორდის გამეორება. ლეიკერსმა იმ სეზონში ზედიზედ 33 მატჩი მოიგო. შეხვედრის წინ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დერიკ როუზის დაბრუნება სწორედ მოქმედი ჩემპიონის წინააღმდეგ მოხდებოდა, თუმცა ეს არ აღმოჩნდა სიმართლე. პირიქით, ჩიკაგოს ტრამვის გამო სასტარტო ხუთეულის კიდევ ერთი წევრი ფრანგი ცენტრი ჟოაკიმ ნოა არ ჰყავდა. მიუხედავად ამისა, ჩიკაგო მაინც შეძლო წყვილის წყვილში ფავორიტად მიჩნეული მეტოქის ძლევა. ლოულ დენგიოს და 8 ქულით საუკეთესო გამარჯვებულთა შორის ფლორიდათაკენ ლებრონ ჯეიმსი 32 ქულით ყველაზე შედეგიანი. ლოს-ანჯელეს ლეიკერსი განაგრძობს ბრძოლას პლეი-ოფში შემსვლელი ბოლო მერვე ადგილის შენარჩუნებისთვის. მაიკ დანტონის გუნდმა დღეს უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა გასვლაზე მინესოტასთან 120-117. დღის ყველაზე ქულიანი შეხვედრა გახლავთ ეს ლეიკერსის რიგებში 25 ქულად 16 მოხსნა და 5 ბლოკშოტი მიითვალა დუაიტ ჰოვარდმა 31 ქულით. მატჩის ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი კობი ბრაიანტი გახლავთ. მინესოტელთა შორის კი ჩერნოგორიელი ცენტრი ნიკოლა პეკოვიჩი საუკეთესო 19 ქულად 16 მოხსნა. თითქმის გამორიცხულია ლეიკერსის ერთ-ერთი ლიდერის მეტა ვოლდ პისის თამაში მიმდინარე სეზონში. მან კალათბურთელმა, რომელიც 2011 წლამდე 2012 წელს დაირქვა მან მეტა ვოლდ პისი. კობი ბრაიანტის და პაუ გასოლის დაბრუნების შემდეგ მუხლის უმძიმესი ტრავმა მიიღო ამ კალათბურთელმა, იგივე რონ არტესტმა. Golden State-თან გამართულ წინა შეხვედრაში ლეიკერსის მთავარ მწვრთნელ მაიკ დანტონის განცხადებით მეტა ვოლდ პისი ამ სეზონში ლეიკერს ვეღარ დაეხმარება. ოკლაჰომა ვაშინგტონს უგებს 23 ქულის სხვაობით 103-80. ნიუ-იორკ ნიქსმა მემფისი დაამარცხა 100-101. 35 ქულა ჯეი-არ სმიტის ანგარიშზე. ლოს-ანჯელეს კლიპერსმა სტუმრად ნიუ-ორლეანში იმარჯვა 105-91. 5 მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა კევინ გარნეტის გარეშე დარჩენილმა ბოსტონ სელტიკმა. დოკ რივერსის გუნდი კლივლენდს ამარცხებს გასვლაზე 1 ქულის სხვაობით 93-92. ამ წუთისთვის პლეი-ოფში გასული 11 გუნდი უკვე ცნობილია. აღმოსავლეთიდან 6, დასავლეთიდან 5. დარჩენილი 5 საგზურისთვის კი სავარაუდოდ რეგულარულის დასრულებამდე გაგრძელდება ბრძოლები. და ბოლოს კიევის ბუდიველნიკმა, რომლის ღირსებასაც საქართველოს ნაკრების გამთამაშებელი გიორგი ცინცაძე იცავს, რანგით მეორე ევროპული საკლუბო ტურნირის ევროთასის გათამაშებას ნახევარფინალიდან დაემშვიდობა. ბილბაო ბასკეტთან საშინაო მარცხის შემდეგ 10 ქულით წააგო ბუდიველნიკმა შინ უკრაინული კლუბი გასვლით საპასუხო შეხვედრაში კიდევ უფრო დიდი ანგარიში დამარცხდა 53-75. ცინცაძის ანგარიშზე 3 მოხსნა 2 პასი და 2 ჩაჭრა. 23 წუთში გიორგიმ ვერც ერთი ქულის მოპოვება ვერ შეძლო. ევროთასის ფინალში ბასკები ყუბანის ლოკომოტივს შეერკინებიან. ლოკომოტივმა ესპანური პრემიერ დივიზიონის კიდევ ერთი წარმომადგენელი ვალენსია გამოთიშა. გადამწყვეტი მატჩი 13 აპრილს გაიმართება.